საქართველოში ერთადერთი ეგვიპტური მუმიის უცნაური ისტორია და მკვლევარი, ვინც ის საკუთარი ფულით 2000 ოქროთ შეიძინა. მოტყუებით შემოტანილი უნიკალური ექსპონატი დღეს ხელოვნების მუზეუმშია განთავსებული. აქვეა მეორადი მოხმარების სარკოფაგიც, რომელიც როგორც ექსპერტები ამბობენ, ძველ მფლობელს აღარ მოსწონებია და სხვა მუმიისათვის კიდევ ერთხელ გადახატეს. როგორც ირკვევა, ეს 18 წლის გოგონას მუმია, რომელიც ქალღმერთ მუთის მსახური ყოფილა. ცხედარი საქართველოში 200 წელია ინახება, თუმცა იმის გამო, რომ ის ერთადერთი ექსპონატია, ქვეყანაში არც მისი მოვლის სპეციალისტი არსებობს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, ვის ეკუთვნოდა ექსპონატი და ვინ შემოიტანა ის საქართველოში დღემდე დაუდგენელია. კეთევან ბერაია სპეციალური რეპორტაჟი. ძველ ეგვიპტური ქალღმერთის მუთის ახალგაზრდა ქურუმი გოგონა სახელად ახაროსი 2 საუკუნეა თბილისში განისვენებს. ის ერთადერთი და პირველი მუმიაა, რომელიც საქართველოს მუზეუმებშია დაცული. ჩვენს აღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში მოღვაწე საღვთოსახური ცნობილი და მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, რომ მისი სხეული ასე საკულტაგულად შეინახეს. გოგონა სავარაუდოდ 18 წლის უნდა იყოს. ტრადიციულად შესრულებულია ყველა იმ კანონის, იმ წესის დაცვით, რომელიც დამახასიათებელი იყო მუმიფიცირების პროცესისთვის, რთული და ხანგრძლივი პროცესისთვის, რაც უნიკალური იყო ეგვიპტეში. ეს არის მუმიის თავი ეგვიპტე მე-6 საუკუნის. თახარუსთან ერთად მუზეუმში უცნობი მუმიის თავიც ინახება. ტანი სავარაუდოდ აკლდამების ზარცვის დროს უნდა დაზიანებულიყო. მუმიას წითური თმა და საღებავის კვალი დღემდე აქვს შემორჩენილი. მისი ექსპოზიციაზე გამოფენა ამ დრომდე ვერ ხერხდება და დამთვალიერებლებისგან შორს თაროზე ინახავენ. უჩვეულო ექსპონატები არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში მხოლოდ თბილისშია დაცული. მათი ჩამოტანის ისტორია საკმაოდ უცნაურია. მე-19 საუკუნის ბოლოს ეგვიპტეში რუსეთიდან პირველი სამეცნიერო ექსპედიცია ჩავიდა, რომლის შემადგენლობაშიც პეტერბურგში საქართველოს დესპანი გიორგი ავალიშვილი ყოფილა. სწორედ იქ ჩავბაზარზე მას მუმია მალულად საკუთარი ფულით 2000 ოქროთ შეუძენია და ექსპედიციის მსვლელობის დროს სასტუმროში საკუთარ ოთახში მალავდა. ასე ალბათ არ მოხერხდებოდა ბუნებრივი მუმიის გვამის გადმოტანა და ყველგან სადაც ეს პრობლემა იქნებოდა, ის დაბეჭდებით ამტკიცებდა, რომ ბებია ყავდა წაყვანილი, თავის საყვარელი ბებია, რომელიც გარდაიცვალა იქ ეგვიპტეში და ეხლა უკან აბრუნებდა, იმიტომ რომ აუცილებლად ბებია უნდა დაეგზავნა საქართველოში. იმის გამო, რომ ქალღმერთ მუთის ქურუმის მუმია საქართველოში ერთადერთია, არ არსებობს მისი მოვლის სპეციალისტი. უცხოელი ექსპერტების თქმით, თახარუსის სხეულისა გამოფენა მუმიების სტანდარტებს აღარ აკმაყოფილებს. მათი მტკიცებით, ასეთ მუმიებს ეგვიპტეში წვავენ და მათ ნაცვლად ახალ ექსპონატებს ათავსებენ. საქართველოში კი მუმია ერთადერთია და მისი განადგურება წარმოუდგენელია. ჩვენი ძალებით სამწუხაროდ ვერც კონსერვაციას ვერ ვახდენთ ამ ექსპონატის და ვერც რაღაცა სხვა ღონისძიებებს ვერ ვატარებთ. ერთადერთი ვცდილობთ შევინარჩუნოთ კლიმატური პირობები. თუ ნახავთ კაიროს მუზეუმში დაცულ მუმიებს, სხვა პირობებია, სხვა გარემო არის და ბუნებრივია მათი შენახვის კონსერვაციის პირობებიც სხვა არის. მუდმივი დაკვირვება ჭირდება, მუდმივი შემოწმება ჭირდება. სამწუხაროდ დღეისთვის ჩვენთან ეს შეუძლებელია. მუმიასთან ერთად მუზეუმშია სარკოფაგიც ინახება. ექსპერტების თქმით, ის მეორადი გამოყენების უნდა იყოს, რადგან ზედაპირული მოხატულობის ქვეშ კიდევ სხვა იეროგლიფებსაც მიაგნეს. მეორადი სარკოფაგის მფლობელების ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის. მუზეუმში ეჭობენ, რომ ის თახაროს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ საფუძვლიანი კვლევა უჩვეულო ექსპონატებს ჯერ არ ჩატარებიათ.